ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია იმართება, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ვიზიტისთვის იმეც გამოვთქვამ, რომ თქვენი შემდგომი ვიზიტი იქნება ორმხრივ ფორმატში და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. მადლობა თქვენი. მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ქართულ კოლეგას ქალბატონ მაკას თბილი მიღებისთვის თბილისში როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი, ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, რომ ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს ეუთოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის შენებლობის პროცესში საომავლოდ და მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს ასევე წამოვჭერი პრიორიტეტების შეხვედრებზე, როდესაც ინკლუზიური ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და კონფლიქტების მოგვარების მიზნით. ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ასევე გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ ეუთოს ფარგლებში და ჩვენს უწყებებს გააჩნიათ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება. ბოლო დროინდელი მოვლენები და განვითარება მოვლენების, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეცვლა და ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება და თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით. არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს და მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნეს დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება და ასეა საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს როგორი მომავალი უნდათ და როცა ეუთოს საკითხებს ეხება საკითხი საბოლოო აქტი არის ჰელსინკის 10 პრინციპი, რომელიც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, რასაც საქართველოს აბსოლუტურად იმსახურებს და საქართველოს მოსახლეობაც იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ჩართულობის და იმ თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი საერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული. დიდი მადლობა. სტუმართან მექნება
შეკითხვა და ასევე თქვენთან ქალბატონო მინისტრა სტუმართან მექნება ასეთი შეკითხვა ვინაიდან ახლა არის ეუთოს თავმჯდომარე ამ ბოლო პერიოდში თქვა თუ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები იგივე საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით გულისხმობ რას თქვენც ბრძანეთ რომ ხვალ თავად მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს შესაბამისად საქართველოს წლების განმავლობაში ცხოვრობს განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფრთხე და ამ თვალსაზრისით თქვენი თავმჯდომარეობის პირობებში რა გაკეთდა ან რა გაკეთდება ამ საფრთხეების პასუხად რაც შეეხება თქვენთან ქალბატონმა მექნება ასეთი შეკითხვა ჩვენ მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი შეფასება არ მოგვისმენია თუმცა იგივე ეუთოსთან განმოვისმენთ ორი განსხვავებული შეფასება. ერთი ეს იყო ეუთოდერის მისიის შეფასება, მეორე იყო სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის შეფასება, რომლის განცხადებაშიც პრინციპში 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებს მეტნაკლებად ერქვა სახელი. Როგორ ფიქრობთ, რატომ ჭირს რა განაპირობებს ამ სხვაობას პოზიციებს შორის და ზოგადად რატომ ჭირს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული შეფასებების გაკეთება, მაშინ როდესაც მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს თუნდაც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას. მე ძალიან მოკლედ შევეხები იმას რაც უკვე ვახსენე ეუთოს პრინციპები ვახსენე ჩემს გამოსვლაში და საზღვრების ხელშეუხებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეს ის საკითხებია, რომელიც უფლებაც საქართველოს სრულად გააჩნია ოკუპაციასთან მიმართებით, აი ამ პრინციპების დარღვევა არის დაგმობადი და ჩვენ ვგმობთ ამ საკითხს. რაც უნდა ითქვას აქ ის არის რომ ჩვენ ძალიან დიდი წუხილი წამოვჭერით რუსეთთან დიდი ხანიასია არა მარტო უკრაინასთან მიმართებით 2022 წელს რაც მოხდა არამედ რუსეთის აგრესიული მოქმედება სრულად გამოჩნდა 2008 წელს საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით და მას შემდეგ ეუთო და ფინეთიც რომელიც ეუთოს სათავეში იყო მაშინაც ძალიან ძლიერ პოზიციას გამოხატავდა ამ პრინციპებთან დაკავშირებით რაც გულისხმობს საქართველოს სრულ თავისუფლებას და სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, როდესაც პროცესების შეფასება ხდება ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად და მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი მათ შორის, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაში მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ იმ ხელისუფლებას და აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს და ნამდვილად ყველა ვალდებულია, რომ დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც სწორედ მათი არჩევანის შედეგად აირჩევა და ამ პატივისცემის კონტექსტში ასევე კაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა და კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ყველასთვის ერთნაირი. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის ამ შემთხვევაში სუბიექტი. დიდი მადლობა. Yeah, well, there was one question more. კიდევ ერთი კითხვა მე მგონი. მე მეკრება ერთი შეკითხვა ქალბატონ მაკასთან. აპირებთ თუ არა რომ ხვალ ოკუპაციის ხაზთან გახვეთ
ფინანს სტუმარს და and one question და ერთი კითხვა მაქვს სტუმარ მინისტრთან. თუ შეიძლება დაასახელეთ რაიმე ნიშანი ან ერთზე მეტი ნიშანი იმისა იმის გათვალისწინებით რაც ხდება ქვეყნის შიგნით და ქართული ოცნების გადაწყვეტილებები ან მათი რიტორიკა რომლითაც საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირისკენ. დიდი მადლობა ორივეს. მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ყველა და ნებისმიერი რეფორმა, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ინკლუზიურობას, ყველა უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის. თქვენ უსმენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, სადაც ეუთოს თავმჯდომარე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდნენ, შემდეგ კი უკვე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.